მოგესალმებით ყველას, მე ვარ გიორგი მოდებაძე და ვიწყებთ საუბრებს, გარკვეული თემის განხილვას, ამ თემას დავარქვი მე ფორმატი, ეს არის მინიმალური გამშვები ფორმატი. აქ აიგულისხმება, თქვენ კარგად იცით, რომ როდესაც პროგრამას ქმნით, იქნება exe ფაილი, გამშვები ფაილი, თუ Windows-ში ხართ, თუ Linux-ში ხართ, იქ იქნება ფაილი, რომელსაც გაფართოება საერთოდ არ აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენ პრინციპში ეს ფაილები ძალიან საინტერესოა შიგნით, მაგრამ სანამ რა არის ფორმატი, მოდი განვიხილოთ, სანამ გადავალთ კონკრეტულად მათ თემებზე. ფაილის ფორმატი არის ანალოგიას მოვიყვან, რომ მიხვდეთ და გაიგოთ რა. წარმოიდგინეთ, გააქვთ რაღაცა წიგნი, ჩანაწერი და გაქვთ რაღაცა შენობა. და ამ წიგნში წერია, რომ ამ ოთახში არის ეს, თქვათ იმ ოთახში არის ესენი, რაღაცა თქვათ საწყობი არის და წიგნში გიწერიათ რა საწყობის თითოეულ თქვათ ოთახში რა არის დალაგებული. რა ობიექტებია რა. თქვენ ამ წიგნში ჩაიხედავთ და ძალიან ესე თქვათ ადვილად იპოვით თითოეულ მოწყობილობა იქნება საწყობში თუ სხვა რამე იქნება, აი ამ ობიექტს, მოდი ზოგადად ობიექტი დავარქვათ, ხო? ობიექტს იპოვით. ფაილის ფორმატი არის ზუსტად ასეთი რამ. ფაილის თავში არის ინფორმაცია, რომელიც თქვენ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ფაილში შენახული ინფორმაცია ნახოთ, იპოვოთ და ნახოთ ფაილში თვითონ. მაგალითად ავიღოთ Word-ის ფაილი, ან თუნდაც პრეზენტაციის ფაილი, არ აქვს მნიშვნელობა. თქვათ ამ ფაილებში თავში არის ზუსტად ეს ინფორმაცია, თითოეული ობიექტი სად რა არის. მაგალითად Word-ის ფაილში მაქვს თქვათ ტექსტი, მაქვს თქვათ რაღაცა ვიდეო, აუდიო, ესე თქვათ, ასევე თქვათ სურათები შეიძლება იყოს. ეს თითოეული სურათი და აუდიო თუ ვიდეო, ეს თვითონ ტექსტიც არის ობიექტი. და აი ფაილის თავში წერია ზუსტად ის ინფორმაცია, როგორ ვიპოვოთ ესა თუ ის ობიექტი, რომელიც განთავსებულია ამ ფაილში. თქვენ რო კრიფავთ და აკეთებთ Word-ის ფაილს და save-ს აძლევთ, ეს ჩანაწერი თავში, ფაილის თავში ხდება ჩანაწერი, ეს ობიექტებია და ეს ობიექტი როგორ უნდა ვიპოვო და სად არის. უკვე ობიექტზე გადაყვეთ მე იქიდან. მე უკვე წერია ობიექტის შესახებ ინფორმაცია, რომლისგან შედგება, რა არის და რა ფერებია თუ რაღაცა ესეთი რაღაცები არის მოკლედ. პრინციპში ეხლა მე რაც აღწერ ეს არის ფორმატი რა, ფაილის ფორმატია. ზოგადად რო ვისაუბროთ რა. ეხლა შეეხება თვითონ გამშვებ ფორმატებს, ბუნებაში არსებობს რამოდენიმე გამშვები ფორმატი, ეს არის Windows-ისთვის, არის კიდე Unix-ის მაგბარი სისტემებისთვის, მაგალითად Linux-ისთვის და არის კიდევ Mac OS-ისთვის რა. აქ სამი გამშვები ფორმატია. ეს ფორმატები არის შექმნილი 90-იან წლებში, სადღაც 90-იანების დასაწყისი და არის შუა წლები ეს რაღაც ესე რა 95-16. სადღაც 92-დან 96-ის ჩათვლით, ეს რაღაც ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ შეიძლება ვიკიპედია გამოიყენოთ, მაგრამ მე ზუსტად არ მახსოვს. აი ამ პერიოდში არის ეს ფორმატები შექმნილი. რა თქმა უნდა, მაშინ როცა შეიქმნა ეს ფორმატები, იმ სიტუაციისთვის შეიქმნა და იმ
იმ რეალობისთვის შეიქმნა, რომელიც მაშინ იყო და იცით რა არის, დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ გადაფასდა და ეხლა რო შევხედოთ, აი ამ ფორმატებში იმდენად ბევრი არასაჭირო ინფორმაცია, რომ მისი ამოღება პრინციპში შეიძლება. ანუ ჩვენი მიზანი ზუსტად ესაა ეს, რომ აი ამ ფორმატებში რაც არის დაგროვებული ეს ისტორიული ნაგავს ვერ დავარქმევ ისტორიული მოძველებული ელემენტები ამოვიღოთ და დავტოვოთ ის ელემენტები, რომელიც ნამდვილად საჭიროა იმისათვის, რომ შევქმნათ ჩამდგრთავი გაშვებადი ფაილის ფორმატი. აი ეს არის ჩვენი ამოცანა. ეხლა რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ ფორმატზე, მოდი გადავიდეთ და განვიხილოთ რიზეა შედგება გამშვები ფორმატები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული გამშვები ფორმატი დეტალებში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა თუ დეტალებს გავანებებ თავს, ეს გამშვები ფორმატები ან Windows-ისთვის, Linux-ისთვის, Unix-ის მაგვარი სისტემებისთვის და macOS-ისთვის არის ერთი და იგივე. ანუ შედგება ჰედერისაგან, ანუ ეს არის ჰედერი, არის ფაქტიურად ინფორმაცია, რა სისტემისთვის არის აი ეს გამშვები ფორმატი, რომელი პროცესორისთვის არის ეს ფაილი განკუთვნილი და ასევე ვთქვათ, რამდენი ობიექტი არის შიგნით განთავსებული და სად არის განთავსებული ეს ობიექტები ფაილში და სად უნდა განთავსდეს მერე მეხსიერებაში. აი ესეთი მოკლედ ინფორმაცია ინახება აი აქ ჰედერში. ანუ ეს არის ჩვენ როდესაც მე ვისაუბრე ფორმატზე, აი ეგ არის რა. და მე აქ შედგება რა თქმა უნდა ბევრი აი ეს ობიექტებისაგან. აი ესეთი სიტუაცია, ანუ ნებისმიერი ფაილის ფორმატი პრინციპში არის აი ესეთი ასეთნაირად. გამშვები ფაილის ფორმატი ზუსტად ასეთნაირად არის. ანუ ჰედერი, სადაც არის ინფორმაცია მოცემული ობიექტების შესახებ. რა თქმა უნდა, კიდევ სხვა რაღაცების შესახებაც არის, მაგრამ ობიექტების შესახებ ინფორმაცია. მაგალითად არის მაგალითად 3D Max პროგრამა და იქ მაგალითად ობიექტები რომ არის რა, იმ ობიექტებს თქვა წერტილები აქვს, ტექსტურა აქვს, თქვა განთავსების თქვა კოორდინატები, ანუ სად არის მომბრუნების კოორდინატები და ბევრი რაღაცა. აი ეს არის მოკლედ რაც უნდა ვიცოდეთ ფაილის ფორმატის შესახებ. ეხლა ერთადერთი კიდევ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ანუ Windows-ის გამშვები ფორმატს ქვია P ფორმატი. ანუ portable executable მე მგონი ამას ნიშნავს და აი ამ ფორმატის ფაილებია 3. ანუ ფაილს თუ აქვს exe ფაილი, dll და sys ფაილი. exe ფაილი არის რომ აი თქვა C-ზე და C++-ზე თუ პროგრამებს წერთ, როცა დაწერთ და დააკომპილირებთ, მიიღება exe ფაილი. exe ფაილი ყველას აქვს დაწერილი, ვინც C და C++-ზე მუშაობდით და სწავლობდით. ხოლო dll ფაილი არის დინამიურად ლინკირებადი ბიბლიოთეკა, dynamic link library. სახელიდან გამომდინარე არის ბიბლიოთეკა, როგორც ასეთი. ხა ბიბლიოთეკებზე რა შეიძლება ითქვას, თუ exe ფაილი არის პროგრამის გამშვები, ეს არის dll არის ბიბლიოთეკა. რისი ბიბლიოთეკა? ანუ აქ ინახება კომპილირებული უკვე ის ფუნქციები, რომელიც თქვენ პროგრამაში იყენებთ. მაგალითად printf-ი, scanf-ი და ასე შემდეგ, ანუ ბევრია რა ფუნქციები და აი ამ ფუნქციებს თქვენ იყენებთ პროგრამაში. მე მგონი ყველას გამოუყენებია printf-ი თუ C++-ზე, ანუ იქ ეს არის cout
სინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ესენი ყველა არის ბიბლიოთეკაში. ისე მცდარია ის სიტუაცია, როდესაც ამბობენ ხოლმე, რომ აი C და C++-ზე წერს, აი included, როდესაც ჩართიან რაღაცა header files, რომ ჩავერთეთ ბიბლიოთეკა. ანუ ბიბლიოთეკას უძახიან, უწოდებენ header file-ის ჩართვას, ბიბლიოთეკის ჩართვას უწოდებენ. არა, ეს თლად ასე არ არის. რეალური ბიბლიოთეკა არის DLL. აი როგორც გითხარით, პრინტერი არის ზუსტად აი ეს. Так, კიდევ sys file-ზე რა შეიძლება ითქვას? ეს არის დრაივერები, თქვენი ციტვა ნებისმიერ თვითონ კომპიუტერში შედგება მოწყობილობებისაგან და თვითონ მოწყობილობას სჭირდება დრაივერი, იმისათვის სტაბილურად და სწრაფად იმუშაოს, აი მოკლედ დრაივერები Windows-ში sys გაფართოების არის. ეხლა შეეხება Unix-ის მაგვარი სისტემებისთვის, რომლის კლასიკური მაგალითიც შეიძლება თქვათ არის Linux-ი. იქ არის ELF-ის ფორმატი, ანუ აქ არის executable link format, მე მგონი ესეთაირად აბრევიატურა, მე მგონი ასეთაირად. ნუ ესეც Wikipedia შეიძლება, ანუ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გითხოთ, მაინც რო იცოდეთ და წარმომიდგენა ქონეთ. და ახლა აქ რა ხდება, თუ მაგალითად Windows-ში წერთ C და C++-ზე და იქნება exe ფაილი, გაფართოებით exe ფაილი. აქ იქნება markup ფაილი, ანუ გაფართოება არ აქვს საერთოდ რა. ხო, აი ეგეთი სიტუაცია გვაქვს. რაც შეეხება ბიბლიოთეკებს არის SO გაფართოების ფაილები. SO არის system object, მე მგონი ესეთნაირად ითარგმნება და ანუ ეს არის DLL-ის ანალოგი ფაქტიურად რა. და არის CO ფაილი, ანუ ეს არის უკვე kernel object. მე მგონი ესეთი აბრევიატურას ნიშნავს, ეს ანუ აი ამას ნიშნავს. ანუ ეს არის უკვე დრაივერები. ნუ უფრო ზუსტად რო ვთქვათ, Linux-ში დრაივერები ცოტა მოგითხრათ ვიწრო, ესე ვთქვათ, გების არის. ძირითადად იყენებენ ბირთვის მოდული რა. ანუ აი ბირთვის მოდულია ეს რა. Mac-ში მართალი გითხრათ არ ვიცი რა გაფართოებია. მე მგონი Linux-ის მაგვარი ისინია, ესენია რა. ზუსტად არ ვიცი რა. ნუ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ Wikipedia-ში. მოკლედ სულ ეს არის რა. ნუ აქ თავარი ის არის, რომ გაიგოთ და მიხვდეთ რა არის ფაილის ფორმატი. ჩვენ არ ვაპირებთ ახლა კონკრეტულად რომელიმე ფაილის ფორმატის განხილვას, ჩვენ ვაპირებთ შექმნას, ანუ ნოლიდან, რომელიც არ არსებობს. მოკლედ ამისთვის დაგჭირდება C და C++-ი არა, უფრო C-ზე დავწერთ. ასეთი რაღაცები იწერება C-ზე. ანუ იმისათვის რომ ჩვენ გავაკეთოთ გამშვები ფაილის ფორმატი, პროგრამები, რომელთაც ჩვენ დავწერთ, ეს არის C და ანუ C და გამოვიყენებთ Linux-ის ფუნქციებს, ანუ რომელიც C-ზე შეგიძლიათ გამოიძახოთ. და რა თქმა უნდა გამოვიყენებთ Linux. ნუ მე ახლა Ubuntu მიყენია და ნუ მოკლედ თქვენს ალბათ Ubuntu უნდა გქონდეთ. ნუ თქვენ შეგიძლიათ ვირტუალურ მანქანაზე დააყენოთ Ubuntu და იქ მერე დააყენოთ შესაბამისი SYS კომპილატორი, ამაზეც მე ჩავწერ ვიდეოს და განახეთ როგორ არის მოკლედ ამ ყველაფრის დაყენება. ეხლა მე დაგემშვიდობებით და კარგად